მადლი და მშვიდობა ძვირფასებოდა სრულიად საქართველო. დიდება უფალს, მისი ღვთაებრივი განგებულებით კვლავ გრძელდება ჩვენი გადაცემები. გილოცავთ ყველა დღესასწაულს, რაც იმ დღეების განმავლობაში ვიზეიმეთ და რა დროის განმავლობაშიც მე თქვენთან ურთიერთობა არ მქონდა. გაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ყოვლადწმინდა სამებამ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და სრულიად ზეცის დასმა. როგორც გახსოვთ, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ დავიწყეთ ქრისტეშობის მსახურებაზე წაკითხული მესამე სახარების განმარტების დასაწყისის კითხვა. დღეს თქვენის ნებართვით ვაგრძელებთ საკითხავს. მოდით ძვირფასებო და იმისათვის, რომ სახარებისეულ სწავლებათა პატივით უფრო ნათლად და მკაფიოდ გაიბრწყინოს ღვთაებრივმა სიბრძნემ ერთსა და იმავე მოვლენის აღსაწერად, შევჩერდეთ ლუკა და მათე მახარებლებზე. კერძოდ კი, თუ როგორ აღწერენ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს შობას. უწინარეს ყოვლისა ორივე მახარებელს ერთი და იმავე ღვთივსულიერი ამოცანა ედგა თვალწინ, როცა ამ ღირსშესანიშნავ მოვლენის აღწერას აპირებდნენ. კონკრეტულად კი უფალი იესო ქრისტეს სახით დიდი სიცხადით გამოაჩინონ ორი სარწმუნო და ურთიერთშემავსებელი ის განსაკუთრებულობანი, რომელიც ოდესღაც ამშვენებდნენ პირველ მშობელ ადამს. მაგრამ დაკარგა, როცა სატანურ ცოდვას ეზიარა. და თუმცა ეს ორი არსებითი განსაკუთრებულობანი ურთიერთსაწინააღმდეგო გვეჩვენება, მაინც საკვირველად ავსებენ ისინი ერთმანეთს ზუსტად ისევე, როგორც ზეცაში ბრწყინავი მზის სხივები დედამიწაზე ყვავილებით მოქარგულ მინდორს. ერთი ამ განსაკუთრებულობათაგანი გახლავთ მეფური თავისუფლება, ხოლო მეორე კი ძეობრივი მორჩილება. ისინი ერთ-ურთს დიდებულებას მატებენ, ერთი მეორეს საზღვრებს ვერ უდებენ. ამავე დროს ისიც შეუძლიათ, რომ საზღვრებიც დაუწესონ ერთმანეთს და გაანადგურონ კიდეც ერთმანეთი. ისინი იბადებიან როგორც ტყუპები, ასევე ტყუპებივით განუყრელად ერთად ცხოვრობენ და ასევე განუყრელად შეუძლიათ დაიღუპონ. უსაზღვრო მორჩილებას უსაზღვრო თავისუფლება უწინამძღვრებს. შეზღუდულ მორჩილებას კი შეზღუდული თავისუფლება. ეს ორივე წმინდა მახარებელი ისწრაფვის იქითკენ, რომ ღმერთკაცის მეფური თავისუფლებაც წარმოგვიდგინონ ცხადად და ასევე უცხადესად მისი ძეობრივი მორჩილება. ლუკა რომის კეისარ ავგუსტუსზე და ბეთლემელ მწყემსებზე გვიყვება მაშინ, როცა მათე არც ერთს არ ახსენებს და არც მეორეს. მეორეს მხრივ მათე იუდეველთა მეფე ჰეროდეზე და აღმოსავლელ მოგებზე გვესაუბრება, მაშინ როცა ლუკა არც ერთ მათგანს არ ახსენებს. ეს კი რას ნიშნავს? ნუ თუ უკმარისობას და არასრულყოფილებას? არამც და არამც. არამედ ერთმანეთის შემავსებელ ორ დამოუკიდებელ წყაროს. კი, მაგრამ იკითხავს ზოგიერთი, ნუ თუ ისინი ისევე არ შეავსებდნენ ერთმანეთს, თუ კი ლუკა მოიხსენიებდა რომის კეისარს აღმოსავლელ მოგებთან ერთად, ხოლო მათე მეფე ჰეროდეს ბეთლემელ მწყემსებთან. ერთის მხრივ თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ასეც ვხედავდეთ, რომ ასეთ შემთხვევაშიც ისევე შეავსებდნენ ისინი ერთმანეთს თან ისე, რომ არც გარეგან სილამაზეს და
არც შინაგან ბრწყინვალებას არც ერთი მათგანი არ დაკარგავდა. თუ ბეთლემელ მწყემსებს ისევე არ შეეძლოთ იუდეველთა მეფე ჰეროდესთვის და იერუსალიმელ ბრძენ მწიგნობა რუხუცებისთვის აღმოსავლელ მოგვების მსგავსად ეცნობებინათ სამყაროში ახალი მეფის შობის ამბავი? და იმ შემთხვევაშიც კი უეჭველად იგივე დანაშაულს ჩაიდენდა ჰეროდე მეფე იერუსალიმის და მის შემოგარენში მცხოვრებ ჩვილების მიმართ. ზუსტად იმგვარადვე თუ გონივრული არ იქნებოდა კეისარ ავგუსტუსის მოხსენიება აღმოსავლელ მოგვებთან და არა ბეთლემელ მწყემსებთან დაკავშირებით? რამე თუ როგორც უბრალო მწყემსები ვერ იქონიებდნენ გავლენას კეისარზე, ასევე ბეთლემში წინამძღოლ ვარსკვლავის მსგავსად მოულოდნელად გამოჩენილი და გაუჩინარებული აღმოსავლელი მოგვები, მაგრამ ეს ყოველივე გზაცდომილ და დაუძლურებულ ხორციელად მოაზროვნე გონების ამაოდ ბრძნობაა. და ისიც უნდა ითქვას, რომ ღრმა და საიდუმლო აზრით ქრისტეშობის ამ ორი მახარებლისეული განხილვა მხოლოდ მაშინ არის ლამაზიც და სიბრძნით სავსეც, როცა პიროვნებები ზუსტად ისე არიან განლაგებულები, როგორც ეს დღევანდელ სახარებისეულ კანონიკაში უნდა განვიხილოთ დღეს და არა საწინააღმდეგოდ, როგორც ზემოთ აღნიშნეთ. კეისარ ავგუსტუსი ზუსტად იმ სახარებაში და იმავე თავში უნდა მოხსენიებულიყო, სადაც ბეთლემელი მწყემსები, ხოლო ჰეროდეზე იმ სახარებაში და იმავე თავში, სადაც აღმოსავლელი მოგვები. თქვენი კითხავთ რატომ? იმიტომ რომ რაც შეიძლება ძლიერად გაუსვან ხაზი მათ შორის ვინც ქრისტეს მხარეს არის და ვინც მას ეწინააღმდეგება, ვინც აფასებს და ვინც პატივს ცემს საღვთო ჭეშმარიტებას და ვინც ამ დიდ საგანძურსა და საფასეს ეწინააღმდეგება. წმინდა მოციქული პავლე ასე გვეუბნება, არამედ ღმერთმა გამოირჩია უგუნურნი, რათა არ წვინოს ბრძენი ამასოფლისანი და უძლურნი, რათა არ წვინოს ძლიერნი ამასოფლისანი. ხალხის თვალში იმ დროს არავინ იყო ისეთი ძლიერი, როგორც ავგუსტუს კეისარი და არავინ იყვნენ ისეთი უძლურები, უღატაკესნი და უმნიშვნელოვანე, ვიდრე ასევე უმნიშვნელო ბეთლემის შორიახლოს ცხრის ფარის მოდარაჯე წყებსები. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამ უძლურ, ღარიბ და უმნიშვნელო ადამიანებს შორის იშვა და პირველად მათ გამოუჩნდა და პირველად ისინი განადიდა საკუთარი დიდებულებით, ხოლო უძლიერესი ავგუსტუს კეისარი სიკვდილამდე საკუთარ სიცრუეში ცხოვრობდა, ჩვეულებრივად მოკვდავი ადამიანის უძლურების მიზეზით გავიდა აქ ქვეყნიდან. მეორეს მხრივ კი არავინ მსოფლიოში ისე უბრძენესად არ ითვლებოდა, ვიდრე იმ ქალაქის მაცხოვრებლები, სადაც მეფობდა მეფე ჰეროდე. იუდეველებს სხვა დანარჩენი ხალხი, როგორც ბრიყვები და ბაცა ნაკლებად მოაზროვნენი ზულდა და შეურაცხყოფდნენ. იუდეველი უხუცესები და მწიგნობრები თვლიდნენ, რომ მხოლოდ თავად ფლობდნენ ჭეშმარიტებას და მხოლოდ მათ უპყრიათ ზეცად შემავალი კარიბჭის გასაღები, მაგრამ როცა ზეცა გადაიხსნა და ადამიანების იქ ასაყვანად ჩვენი უფალი იესო ქრისტე გარდამოხდა ქვეყნად, ისინი საკუთარი სიბრმავის ბნელში დარჩნენ, მაშინ როცა მათგან მოძულებულმა წარმართებმა იხულეს და ერთიანად შეუდგნენ ქრისტეს ზეციურ ბჭეებში შესასვლელად. აქედან გამომდინარე კი საოცარი მოვლენებიც ვიხილეთ. როგორც კი ახალშობილი მეფეთ ხელმწიფი შობის აბავი შეიტყო, ჰეროდემ საჩქაროდ მისი მოკვდინება ისწრაფა, ხოლო მისი სასახლის კარზე დაახლოებულმა და საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებულმა ამაყმა და ამპარტავანმა იერუსალიმმა ბრძენებმა არც კი იკადრეს, რომ სულ რაღაც 2 საათი გაეარათ ფეხით ბეთლემამდე და ეხილათ ის, ვის მოსვლასაც აბრაამის დროიდან მოყოლებული 40 თაობა ელოდა, მაშინ როცა ეგრეთ წოდებული ბნელი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გამოსულმა მოგვებმა
თვეები მოგზაურეს, რათა თაყვანი ეცად ქრისტე მეუფისათვის, რათა აღესრულოს დიდებულ ესაიას, ასევე დიდებული წინასწარმეტყველებანი. განვეცხადე მათ, ვინც არ მეძიებდნენ და მემპოვეს მათ, ვინც არ მეძიებდნენ, მე, ესე იგი წარმართნი. აჰა, მე კი აქ ვარ, დღესაყოველსა განვიპყრობდი ხელთა ჩემთა ურჩი ერისა ჩემისა მიმართ, ესე იგი იუდეველების, რომელი ვიდოდნენ გზითა, უკეთურითა და ზრახვებითა, უგუნურითა. ერთის მხრივ რომაელი კეისარი და ბეთლემელი მწყემსები, მეორეს მხრივ წარმოგვიდგენენ მიწიერი ძლიერების საწინააღმდეგო უბრალოებასა და უძლურებას, ხოლო სიმდიდრის და დიდებულების, ჰეროდე და იერუსალიმელი მწიგნობრები უპირისპირდებიან ღვთისმშეცნობის ჭეშმარიტ სიბრძნის ფლობელ და მართალ აღმოსავლეთის მოგვებს. აი ჩემო ძვირფასებო, თქვენი ნებართვით აქ შევწყვეტ დღევანდელ საკითხავს და შეგახსენებთ, რომ ამ განმარტების ავტორი გახლავთ წმინდა ნიკოლოზ სერბი, ხოლო თარგმანი კი ჩემი. დაგლოცოთ და გაგახაროთ დედა ღვთისმშობელმა, რომლის ცხოვრების კითხვასაც მაქსიმე აღსარებელის მიხედვით გავაგრძელებთ ჩემო ძვირფასებო. მთელი გულისყურით უნდა ვისმინოთ სვიმეონის სიტყვები, თუ რას გვანიშნებდა იგი ტკბილსა და საწადელ იესოზე. რა შეიძლება იყოს უფრო ტკბილი და კეთილისმყოფელი, ვიდრე იმ საწინასწარმეტყველო სიტყვისა და კურთხევის მოსმენა იესოსა და ყოვლადუბიწო დედაზე, რომელიც წარმოთქვა ფრიად მოხუცებულმა სვიმეონმა, წმინდა და მართალმა კაცმა. მასზე სული წმინდა იყო გარდამოსული და საწუთისო ფლოხნოვანების ზღვარ საკმაოდ გადაცილებული, ისრაელის გაძლიერებას დაუცხრომელად მოელოდა. სვიმეონმა სული წმინდისაგან მიიღო უწყება იმის თაობაზე, რომ მანამდე არ იგემებდა სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა უფლის ცხებულს, ქრისტეს. იგი სული წმინდით გაძლიერებული მივიდა ტაძარში, რათა ხელში აეყვანა სასურველი ყრმა და განთავისუფლებულიყო თავისი წარმავალი წლების სიმძიმით წელში მოხრილი სიცოცხლისაგან. მართალია, ღრმად მოხუცებული ნეტარის სვიმეონი მეტად მოუძლურებული იყო, მაგრამ ამ დღეს მან უკვე გაძლიერებულმა და მხნედმავალმა თავად უფალი აიყვანა ხელში, გულში ჩაიკრა და მოკლე ხანში განეშორა წარმავალ საწუთისოფლო სიცოცხლეს. დაგლოცოთ და გაგახაროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, მთავარ ანგელოზებთან და ანგელოზებთან ერთად, რომლის განმარტებასაც გავაგრძელებთ ჩემო ძვირფასებო. იმ დღიდან, როცა უდიდესი მსხვერპლი იქნა გაღებული და მესიის ჯვარი თვალსაჩინო ადგილას აღიმართა, ქვესკნელის მოციქულთა უძლეველობა გაქრა. ადამიანები ჭეშმარიტებითა და სიწმინდით განახლდნენ. ბოროტისულებით შეპყრობილები იესო ქრისტეს მოწაფეებს ფეხებში უვარდებოდნენ. ქრისტეს სახელის ხსენებით ისინი მათ განეშმაკებს განაგდებდნენ. შეგიძლიათ იხილოთ ლუკა სახარების მეათე თავის მე-17-20 მუხლები, მათეს სახარების მეათე თავის პირველი მუხლი და საქმენი თავი მე-5-22 მუხლი. ქრისტიანობის გავრცელების პირველ საუკუნეებში ასეთი სასწაულები ხშირი იყო. ამის მომსწრელი ქრისტიანობას იღებდნენ. ტერტულიანე კართაგელის მმართველთან კამათისას თავაზობდა მას, მოეყვანა ბოროტისულით შეპყრობილი ადამიანი. ის ამტკიცებდა, რომ პირველივე შეხვედრი ქრისტიანი შეძლებდა იესო ქრისტეს სახელის მოხმობით დემონი განედევნა მისგან. შემდგომი საუკუნეების განმავლობაში შეცირდა ეშმაკეული ადამიანების რიცხვი, რადგან უფალი მათი ხსნისთვის მოვიდა
აქვეყნათ. თუმცა ამჯერად ადამიანთა მოდგმის დაუძინებელმა მტერმა საუკუნების მანძილზე ქრისტიანული ეკლესიის მადევარნი, ერეტიკოსები, მწვალებლები აღწრა. ღმერთი ყოველივე ამას უშვებს, რათა საკუთარი დიდება გვიჩვენოს. ბოროტისული მოქმედებდა ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთა გულებზე, რომლებსაც სურდათ გატოლებოდნენ დემონებს ღვთისა და სარწმუნოების მტრობითა და სიძულვილით. ასეთები იყვნენ არიოზი, ნესტორი, ევტიქი და სხვა მათი მსგავსნი. ისინი ჯოჯოხეთური სიძულვილით უმხედრდებოდნენ ქრისტეს და მის ეკლესიას და ზეცასთან მებრძოლთა წინარიგებში იდგნენ. გონდაბნელებულ ადამიანებს სჯეროდათ მათი. გარკვეული დროის მანძილზე სატანა ზეიმობდა. მართალთა გულები სევდას მოეცვა, მაგრამ უფალი ურჯულოს კლავდა და ქარიშხალს აწყნარებდა. სატანას და მის მხედრობას კი უკუნეთში აგზავნიდა. გავაგზავნებთ ჩემო ძვირფასებო კითხვას ჩემი წიგნიდან ურთულესიდან უმარტივესამდე, ანუ ფიქრები მართლმადიდებლობაზე. რა არის ზრახვა ადამიანისა? უაზრობა. ოღონდ თვითონ ხვდება ამას. რაბე თუ მანი ზრახა მოკლა უკვდავისა. ასევე უაზროდ განიკითხავს და არ იცის, რომ თვითონაც განიკითხება და აწვე განკითხულია ამგვარი საქციელით. ცილსას წამებს და არ ფიქრობს, რომ ცილის წამებამ ჯვარსაცვა უფალი დიდებისა. იხვეჭს და არ ფიქრობს, რომ ამან თვით მოციქულიც კი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. უცინის მოყვას და გულში სამარეს უმზადებს. ავიწყდება გამცემელი ამბორი იუდასი. შეგვიწყალე უფალი. როგორც დაკვირდით, ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელებთ ფსალმუნების განმარტებას. არამედ სჯულსა უფლისასა არსნება იმისი და სჯულსა მისას რახავ იგი დღე და ღამ. დღე და ღამ უნდა ვისმენდეთ საღვთო სჯულს და მასთან შეთანხმებით განვაგებდეთ საკუთარ ცხოვრებას. რამე თუ ჯერ კიდევ მოსეს პირით გვეტყოდა ღმერთი. სჯულის სიტყვები მარადის იყვნენ შენს ბაგეებზე. მათში განისწავლებოდე, იჯდები თუ იდგები, იწვევი თუ გზაში იქნე. შეიბი ხელზე, რათა მარადის თვალწინ კონდეს. იხილეთ მეორე რჯულის, მეექვსე თავის, მეშვიდე მერვე მუხლები. ქრისტიანები უნდა ბაძავდნენ ღვთისმშობელს, რომელიც იზრდებოდა რა ტაძარში, წმიდათა წმიდაში, დღე და ღამ განისწავლებოდა საღვთო სჯულში და ერისთვის ლოცულობდა. ამისავე მსგავსად მოციქული პავლე გვეტყვის, მოუკლებელად ილოცვიდეთ. იხილეთ პირველი თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლის მეხუთე თავის მე-17 მუხლი. და გარეგანი ხორციელი კაცი იყოს ჩვეულებრივ საქმიანობაში, ხოლო შინაგანი მარადის შეძლების დაგვარად მიეცეს გონიერად ლოცვის ხელოვნებას. ჰოი საქმე ჭეშმარიტად საკვირველი და ყოვლად საკვირველი ხორციელი ურთიერთობა ხალხთან, გონებით საუბარი ღმერთთან. ღმერთი თუ გეხსოვება, ახვალ სიწმინდემდე. ეს შეგონება მოგვაწოდა წმინდა თეოდორიტემ, ათანასემ, პალამა, სილვანე და გრიგოლ ღვთისმეტყველმა. მევედროთ ჩვენი ცოდვილი სულებისთვის. ვაგრძელებ ასევე ღვთისმშობლის დაუჯდომნის თითო იკოსის და კონდაკის კითხვას,
რომელიც გადავთარგმნე თქვენთვის ძვირფასებო და ეს გახლავთ დაუჯდომელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტიხვინისაც სახელდებულის კიდევ და კიდევ მომიტევეთ. ეს ფორმატი იმგვარია, რომ აქ მე ხელ ფეხზე ვერ დავდგები, მაგრამ წესით ფეხზე უნდა ვიდგე და ისე უნდა ვკითხულობდი ამას. გუნდნი ანგელოსთანი, სახარულევანი, გმსახურებენ შენ დედოფალო და პატივის მცებელნი შენი, ხილულ და უხილავ ქმილებათა, შემოქმედისა ხელთა შეთათა ტვირთულისა თანა გამომსახველსა ხატსა იტვირთავე. გარნა ჩვენ მიწიერნი საკვირველად გამოჩინებისთვის ანგელოსთა მიერ ტვირთულ ხატისა შენისა განკვირვებულნი გიღაღადებთ შენ ესრეთ. გიხაროდენ ზეციურ ძალთასა უზეშთაესო. გიხაროდენ ყოველგვარ ანგელოსთასა აღმატებულო. გიხაროდენ უპატიოსნესო ქერუბიმთაო. გიხაროდენ აღამატებით უზეშთაესო სერაფიმთაო. გიხაროდენ ანგელოსთა გახარებაო. გიხაროდენ ზეციურ ანგელოსთა სიქადულო. გიხაროდენ ანგელოსთასა საგალობელო. გიხაროდენ სერაფიმთაგან გამდიდებულო. გიხაროდენ თავარ ანგელოსთასა თაყვანცემულო. გიხაროდენ ზეციერ მხედრობათაგან პატივცემულო. გიხაროდენ ხატსა შინა შენსასა ანგელოსთა მიერ პატივისა მომღებელო. გიხაროდენ ხილულ სახითა ხატისა შენისა უხილავ ძალთა მიერ ტვირთულო. გიხაროდენ წინა შეხვთისა მოწყალებითა შუამდგომელო დედოფალო. მესათხევლეთა გიხილეს რაი, მაცხოვნებელ ბადითა სოფლის ამისგან სულთა რეწვად მომხმობელი, სიღრმეთასა წყალთა ზედა მსგავსად მზისა გამბრწყინვებულ და უხილავ ძალითა მოარული, ყოვლად დაუსაბამოისა ძისა შენისა თანა გამომსახველი, ხატი შენი ღვთისა დედაო, აღადებდეს. ალილუია. და როგორც წესი, ჩემო ძვირფასებო, გავიხსენეთ და წავიკითხავთ იმ საგალობლებს, რაც ამ დღეების განმავლობაში გქონდა სათქმელი. ნათელღებულთ ღვთის სახელით ემბაზიტგან საბარელის, გლოცავს გვაკურთხებს ნათელი ისიდორე საფთამრელის. გლოცავს გვაკურთხებს ქრისტე უფალი, დღეს და მარადჟამს ხვალ და მორიგ დღეს, ლოცვით გვიკვლიოს გზები უვალი, ღირს იოანემ ერში თორნიკემ. თქვენი სიცოცხლის გზაა გასავლელი, შეგიმკოთ ია ვარდით მიმოზით, ორსავ სოფელში ქრისტემ შეგიტკბოთ, გლოცავთ აწმკვიდრით სად ანთიმოზი. მიხვდით ალბათ ანთიმოზი ვერიალზეა საუბარი. არ მოკლებოდეს სიკეთე ღვთისგან, მოსვლათ ავქვეყნათ ვინც კი ვეღირსეთ, უმადურების სერისგან გვიხსნას დაგყოს საბოთხის მკვიდრად ელისემ. საუბარია ელისე წინასწარმეტყველზე. ვინც საქმნა მიწა ზეცა და წყალი, აჩუქა ადამს ფაუნაც ფლორაც, მას შესთხოვს მოგცეთ მადლი მართალის, ქაიხოსროს აცრებლიც და ლოცვაც. ღვთის გრაალში არ მოაკლდეს ხორცს მჭამელი, ღვინოს მსმელი, ძლევას საკვირველს მოვახდენ გლოცავს დედა ღვთისმშობელი. აკურთხოს ღმერთმა და დაგილოცოთ, ვინც გიყვართ გულით და ვერ ელევით, აზრი არსობის დასა სიცოცხლო, მოგცეთ ვედრებით მიქაელ ჰერელის. არც დღეს დავარღვევ ჩემო ძვირფასებო ტრადიციას და ერთ ასეთ საინტერესო იგავსაც მოგიყვებით, თუ როგორ შეხვდა მეომარი და ბერი ერთმანეთს. მეომარი აღჭურვილი იყო ყველანაირ საჭურველით, რაც მეომარს შეშვენის და ბერს მხოლოდ წვნილი ეკავა ხელში. მიესალმა მეომარი და ეუბნება, რომ
გამარჯობა, მამაო, ეუბნება. გამარჯობა არ მოგიშალო შვილო ღმერთმა, პასუხობს ბერი. საით გაგიწევია? საბრძოლველად ქვეყანა უნდა დავიცვა, ქვეყნის მშვიდობა უნდა დავიცვა. შენ საით მიდიხარ, მამაო? მე შვილო სულ ბრძოლაში არა ვარ, ადგილი არც კი მჭირდება ამისთვის. და აი ესე ერთმანეთის ლოცვა კურთხევით დაემშვიდობდნენ მეომარი და ბერი ერთმანეთს. ერთი წავიდა ქვეყნის დასაცავად გარეგანი მტრებისგან, მეორე კი დღესაც ლოცულობს ჩვენი სულების ხილულ მტრებისგან დასაცავად. აი ესეთი საინტერესო იგავი იყო დღეს და დავასრულებ ჩემ გადაცემას კვლავ ამბავი კეთილით. კვლავ ლუკას სახარებიდან, რომელიც იწყება ასე. ეს სოფელი დასასრული სამყაროსი არ გეგონოს, არ მისდრიკო შენი გული არცასრულად დაემონო. ბატონია უმოწყალო თვისა მეხოტბის და მონის, ღმერთს კი სურს რომ შეიცვალო, კარგ მთქმელს უხმს კარგი გამგონი. დღესა გეტყვის სიტყვას მკაცრსა, ისევ ხსნისთვის შენი სულის, როგორც მამა თვის საყრმასა დაგარიგებს სიყვარულით. უწინ გითხრა, ვინ იმეფებს საუკუნოდ მასთან ერთად, 10 მცნების სახელმწიფემ გამცნო 9-ცა ნეტარება. დღეს კი გეტყვის, ვის მოელის ვაება და კბილთა ხრჭენა, რომ დარწმუნდე ამ სოფელის განსაცდელი იქ თავდება, სადაც ბოლოს მივაყველა. ღარიბიც და შეძლებულიც განისაჯნენ ორივ წრფელად, ეთნო თუ არ ღმერთსა გულით. ამბობს დღესა. ვაი მდიდართ ნუ გეშცემულთ აქვე ყოვლით, ვაი მაწყართ გააწყნენ ფრიად არც კიოდად გლოვა ობლის. შემდეგ ამ ხელს აქ მოცინართ იქ რომ მოელით ტირილი, რადგან ჭირვეულთა მიმართ დაიძინეს უხთო ძილით. კიდევ იტყვის ერთ ვაებას სოფლად ქების მიმღებელსა, რადგან ესრეთა ამებდნენ ცრუწინასწარად მთქმელებსაც. მეტყვი, კარგად არ ვიცხოვრო თუ მომელის ვაებანი? ცუდი მტრისთვის არ ინდომო, აკურთხენ და მაწყევარნი, ვინცა კრასსა ყურიმალსა, მეორეცა მიუპყარი, ვინც რა გთხოვოს მიეც მასა, აქა ორივ ხართ სტუმარი, თუ გთხოვოს პერანგი ერთი, მოსასხამიც გაატანე, ასე ქმენი, შენი ღმერთი ამ ქმედებით გაახარე, თუ იცხოვრებასეც წესით ქონებაც, კარგი განწყობაც, იყოს როგორც ქრისტე გეტყვის, არ შეგერაცხოსა ცოდვად. კეთილ ყოფით მტერ მოყვარის ქორწილს არ დაიგვიანებ, მადლსა გიწყვლით მაცხოვარის, იუსტინე კვიპრიანე. პატივი ვცეთ ირგვლივ ყველას, ვალდებულთ და მოვალეთა, ლოცვით თქვენთვის ითხოვს შველას წყვილი ძმათა მოწამეთა. გაკურთხევდეთ დედოფალი ყოვლადწმინდა საფარველით, კეთილნების ყოთ უფალი, ღვთის მოყვასის საამეფლის. მადლობ, გლოცავ და მიყვარხარ.